ნუ პირველ რიგში შევახსენოთ მაინც ვინ რა ხალხი ლაპარაკობს, მაგალითად ეს ის კლასტერია, რომელიც მიშას ტაში უკრავდა იმ მიშას, რომელიც ომის მერე ხვდებოდა და იქ დიდი სტუმართმოყვარეობით ხვდებოდა. ხო, არა, დემეციით გიკვდებათ კი არა, მე იმას ვიხსენებ, რომ რუს ტურისტებს ხვდებოდა ომის 9-ში, 8-ში. 9-ში ეს ქათამაძე, რომელიც ჟღეროდა და ნუ ეხა ეგ გასაგებია. მე უბრალოდ რაც მომწონს ის არის, რომ რეალურად რაღაცა პერიოდის განმავლობაში მართლა ხდებოდა ისე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი და ხელისუფლების ნაწილსაც რაღაცნაირი კომპლექსი ჰქონდა, რომ თითქოს არ შეიძლება სხვა გარდა დასავლეთისა ყურება. ძალიან სწორია, ძალიან კარგია. ბევრი კიდე გაბედული ნაბიჯი არის გადასადგმელი დიპლომატიის მიმართულებით. ანუ ახლა ის რომ პუტინთან ერთად ოთახში დაждდომა გასაგებია, კი ყველანაირ მესიჯები სწორი იყო, მაგრამ საერთოდ დიპლომატია არის, რომ წერს და მოწინააღმდეგესთან ლაპარაკის ხელოვნება თორ ძმაკაცები სახინკლეში მიდიან და რესტორანში მიდიან, ხო? ანუ ეს ცხადია უნდა გვახსოვდეს. ასევე რაც შეეხება დასავლეთს, ხო? ნუ ჩვენ დავინახეთ ეს ტენდენცია, რაც ხდება, ეს არის მისი დაღმასვლა დასუსტება და აბსოლუტურად რაც არის მრავალპოლუსიანი სამყარო იბადება და საქართველოს რეალურად ეს არის ევოლუციის კანონი ისტორიის და გეოპოლიტიკის სცენაზე. Survival of the fittest, ანუ ვინც არის ყველაზე მორგებული გადარჩება ის და გადარჩენა ხშირ პოლიტიკაში შეიძლება არა უშუალოდ ეგზისტენციალური გადარჩენა იყოს, მაგრამ მათ შორის ესეც არის უკრაინას ეგარი არამედ ანუ რეალურად პოლიტიკური ძალა ის იქნება მართველი, ვინც მიხვდება რა არის სწორი, რა არის არასწორი, ხა რაღაცა პრინციპები ცხადია საერთოდ ხა ქართული ოცნება ჰუმანური ძალა იყო მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ და ეს ვითარდება. ხო, და ამას გეოპოლიტიკური შეფერილობა ეძლევა სწორად, გაბედულების ხარისხის იწევა და რაზეც მართლა ჩვენ საუბრობთ ამ წლების განმავლობაში, რეალურად ხდება ის რომ ეს გეოპოლიტიკური ვექტორი ხდება მრავალფეროვანი და ქართული სახელმწიფო ძალიან ყოჩაღად ამ საგარეო ვექტორზე ოპერირებს და მე მგონია რომ კიდევ და კიდევ ესე უნდა გაგრძელდეს.